რას წარმოადგენს HIV ინფექცია შიდსი? ეს არის ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსით გამოწვეული ინფექციური დაავადება, რომლის საბოლოო კლინიკურ სტადიას წარმოადგენს შიდსი, ანუ შეძენული იმუნოდეფიციტის სინდრომი. როგორ ხდება HIV ინფექციის გადაცემა? არსებობს მისი გადაცემის სამი ძირითადი გზა. ეს არის სისხლით ექსპოზიცია, ანუ HIV ინფიცირებული სისხლის კომპონენტების და მის სისხლის შემადგენელი ნაწილების გადასხმით, ინტრავენულ ნარკოტიკების მოხმარების შემთხვევაში, მრავალჯერადი და დაინფიცირებული შპრიცების და ნემსების გამოყენებით, აგრეთვე დაუცველი სქესობრივი კონტაქტით და ორსული დაინფიცირებული დედიდან ნაყოფზე მშობიარობის ორსულობის დროს და ძუძუთი კვების დროს HIV ინფექციის გადაცემის გზები. HIV ინფექცია, ანუ შიდსი, სტიგმა არ არის, ვინაიდან და რადგანაც HIV ინფექციის გადაცემა არ ხდება ხელის ჩამორთმევით, კოცნით, მოხვევით, საზოგადოებრივი და საერთო ნივთების სარგებლობით, აგრეთვე საერთო საკვებით სარგებლობით, ჭურჭლით სარგებლობით, აუზით, საერთო ტუალეტით და სველი წერტილით და სამუშაო და საყოფაცხოვრებო ურთიერთობით. ვინაიდან HIV ინფექცია სპეციალური რაღაც დამახასიათებელი ნიშნები არ ახასიათებს დაავადების, ანუ შეძენილი იმუნოდეფიციტის სინდრომის, ანუ შიდსის განვითარებამდე, ამიტომაც მისი დიაგნოსტიკისთვის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვანი გამოკვლევის მეთოდს წარმოადგენს ლაბორატორიული დიაგნოსტიკა, ლაბორატორიული კვლევის მეთოდები, განსაკუთრებით კი სარისკო ქმედებების შემდეგ. იმ შემთხვევაში თუ ეჭვი მიტანილი იქნა HIV ინფიცირებაზე, აუცილებელი არის მიმართოთ კლინიკური იმუნოლოგიის და შიდსის ცენტრს, ვინაიდან იქ დაისვას ყველა საჭირო კვლევების საფუძველზე და გამოვლინდეს თუ არის თუ არა დაინფიცირებული პიროვნება და განისაზღვროს მკურნალობის მეთოდები. რა გზებს უნდა მივმართოთ, რომ HIV ინფიცირება თავიდან ავიცილოთ? არსებობს მისი პრევენციის, ანუ პროფილაქტიკის რამდენიმე გზა. ეს არის დაცული სქესობრივი კონტაქტი, სისხლის და მისი კომპონენტების გამოკვლევა HIV ინფექციაზე აუცილებლად, დედიდან შვილზე HIV ინფექციის მაქსიმალურად თავიდან არიდების მიზნით ორსულების გამოკვლევა, ვინაიდან სწორად ჩატარებული მკურნალობა 2%-მდე ამცირებს დედიდან ახალშობილზე HIV ინფექციის გადაცემას, ასევე მშობიარობის გზის არჩევა და ძუძუთი კვების გზის არჩევა. მათ შორის არის ერთ-ერთი პრევენცია ინტრავენურ ნარკოტიკების მომხმარებლებში, მრავალჯერადი შპრიცების და ნემსების ხმარებისაგან თავის შეკავება და ერთჯერადი შპრიცების და ნემსების გამოყენება. თუ თქვენ ჩათვალეთ, რომ სარისკო ქმედებას ჰქონდა ადგილი, აუცილებლად მიმართეთ კლინიკური იმუნოლოგიის და შიდსის ცენტრს, რათა თავიდან ავირიდოთ გართულებები და შეძენილი იმუნოდეფიციტის სინდრომის, ანუ თვითონ პათოლოგიის განვითარება, სადაც შემუშავდება სათანადო დიაგნოსტიკური კრიტერიუმები და მკურნალობის ტაქტიკა.